მოგესალმებით, მე სალომე ფუტკარაძე ვარ, თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისე. ეს ჩემი პირველი სიუჟეტია. შევეცადე გამერკვია, როგორია წინასაარჩევნო გარემო რეგიონში. ამის გასარკვევად გადაღებებზე ვიყავით ხულოში, შვახევში, ქობულეთში და რა თქმა უნდა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ჩავწერეთ ბათუმში. ჩემი სიუჟეტიდან გაიგებთ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების შეფასებებს, როგორია წინასაარჩევნო გარემო აჭარაში. უნდა იცოდეს საქართველოს კონსტიტუცია, უნდა იყოს ავტორიტეტული და მისაღები თემისთვის. ხულოს მუნიციპალიტეტში ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში იმ კრიტერიუმების ჩამონათვალია, რომელსაც ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდეს. რამდენი ამომრჩეველია ოჯახში, ინფორმაციას ვიღებთ მეზობლისგან. არ ვიტყუებით, ეს წარწერებიც ქართული ოცნების საარჩევნო შტაბში ხულოშია გადაღებული. რომან ქედელიძეს მიაჩნია, რომ წინასაარჩევნო სხვა პარტიებთან შედარებით, როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რაიმე უპირატესობით არ სარგებლობს. კონვენცია არის ძალიან ჯანსაღი მაგალითად. პარტია ქართული ოცნებიდან წარდგენილია, ამით მაინც დიდი პრივილეგია რო თქვა, ამ კუთხით არ არსებობს. ეს არ იქნება, რომ ოცნებიდან წარვადგენ და უფრო გაცილებით დიდი სიმაღლე იქნება, არა. პირიქით თუ ის დაარწმუნებს, შესწავლებს აქტიური იქნება, ერთ ისეთით იმას მიმყავს აქცენტი, რომ ის იქნება დამოკიდებული მის ინტელექტის შესაძლებლობებზე. იძებნება ქართული ოცნების დაპირებული 100 ქარხანა. ეს უკვე ხულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო შტაბია. ეს კი ნაციონალური მოძრაობის ხულოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კაბინეტი. კახა დეკანაძის განმარტებით, საარჩევნო კომისიის წევრები ახალი და გამოუცდელი კადრებით ჩაანაცვლეს, რასაც მმართველი გუნდის დაინტერესებით ხსნის. პრობლემატური არაფერი არ ჩანს. გარდა იმისა, რომ საარჩევნო ოლქში კომისიის წევრები, რომელიც რომ ოდითგანვე კომისიაში იყვნენ კომისიის წევრები, რომელსაც უფრო მეტი გამოცდილებები აქვს. ძალიან პროცენტულად შეინიშნება იმ ხრივ, რომ ის გამოცდილი კადრები ნაკლებად არიან კომისიებში მოხვედრილი. კაფე-ბარ ნიკალას მეორე სართულზე აქვთ ნაქირავები წინასაარჩევნო ოფისი ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლებს. ზურაბ ტუნაძე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელია. მისი განცხადებით, ხულოს მუნიციპალიტეტში ოცნების შტაბის ხელმძღვანელები მათი პარტიის წევრებს კანდიდატურის მოხსნას აიძულებენ. ორი ოლქი დაგვრჩა მაჟორიტარის გარეშე, იმიტომ რომ დაახლოებით 1/5 მაჟორიტარი კანდიდატი შევარჩიე და დავაყენეთ თაობას განაცხადებდნენ რამდენიმე დღეში მოდიოდნენ მოსასრულებლად. ძირითადად ესე იგი აქტიურობს ოცნების შტაბი. შტაბი ძამავს სიტუაციებს. თავიანთი კანდიდატურები მაინც ისეთი პრესტიჟული და რაღაც მითხრა ესეთი რეიტინგული კანდიდატები არ აქვს, მაგრამ როცა ჩვენ ნახულობთ და ვაყენებთ, ეცდებიან რომ ეს ჩვენი კანდიდატურები ვაშოროთ, ჩამოაშოროთ საარჩევნო სიტუაციებს და მათი კანდიდატი დარჩეს ალტერნატივა. ავთანდილ ბოლქვაძე ხულოს მუნიციპალიტეტში დამოუკიდებელი კანდიდატია. გამარჯვების შემთხვევაში ის ხალხს სოციალური პრობლემების მოგვარებას პირდება. როგორც დამოუკიდებელი კანდიდატურა მუსირობაში აქვთ თავს, იმდენად რამდენადაც მე ხალხთან ურთიერთობა მათთან ხარდაჭერა არ მაკლია. დემეტრე დუმბაძე ხიჭავრის წმინდა ტბელაბუსელიძის უნივერსიტეტის სტუდენტია. მისი თქმით, მაღალმთიან აჭარაში პოლიტიკური პარტიები მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურდებიან. საარჩევნები არის, მას შემთხვევაში ახსენდებათ ყველა დეპუტატს და ყველა წარმომადგენლის საარჩევნებში მის მონაწილეობს. მაშინ ახსენდებათ ყველა აბსოლუტურად ამის მოსახლეობაც. ერთად ვიზრუნოთ შვახევზე. პრეზიდენტ მარგველაშვილის ბანერი ქართული ოცნების შვახევის საარჩევნო შტაბის შენობაზეა გაკრული. შეთანხმების მიუხედავად, ამ ოფისში კოალიციის არც ერთი წარმომადგენელი არ დაგვრთანხმდა ინტერვიუს ჩაწერაზე. შესაბამისად, ვერ გავიგეთ, როგორია წინასაარჩევნო გარემო ქართული ოცნების წარმომადგენლებისთვის შვახევში.
შუახევის მუნიციპალიტეტში გადაღებებზე თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის მოხალისეები 9 მაისს ვიყავით. თვითმმართველობის არჩევნებამდე თვეზე ცოტა მეტია დარჩენილი. აქ ჯერ კიდევ უცნობია კოალიცია ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ვინაობა. შუახევის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი სოსლან ზოიძე კი ამ ფაქტს ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მცდელობა დაფასებს. იქნებოდა თანასახელებელი მის გამო აქ ყავს სახელმწიფო მოხელეები თანამშრომლები, რომელსაც ამ თუთასაც დადიან სოფლებში რაღაცას იყენებენ სახელმწიფო მანქანებსაც სანამ გამოცხადებამდე სახელმწიფო მანქანებსაც შეხვედრებზე გადიან სოფლის პროგრამებზე გადიან და უსმენან რომ ამას ვაკეთებთ იმას ვაკეთებთ ეს პროექტი და ამას კანდიდატურა დასახელებული ყოდად უკვე ვეღარ შეძლებენ და ამ ყველა რესურსი იყენებენ ახლა ამ დროისთვის. მეულო დავითაძე ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის შუახევის შტაბის ხელმძღვანელია. მისი თქმით, მათი პარტიის მიერ წარდგენილი დეპუტატობის კანდიდატები ზეწოლის გამო უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე. პრობლემა გვაქვს ერთი, რომ სადაც მე მაჟორიტარი დეპუტატი დავნიშნე, თემებში, სადაც გავედით, მოვიკითხეთ, ვინ იყო ოფიციალური კაცი ავტორიტეტის ოფისში, ვის დავნიშნეთ, იმაზე შემექვა პრობლემა ზოგიერთ საკრებულოში მეოთხეჯერ შეუცვალე მაჟორიტარი დეპუტატი რა, რომ ხელისუფლებას თავაზობს სამსახურს და ავტომატურად მეუბნებიან უარს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენელი ბათუმში მალხაჭკადუა წინასაარჩევნო გარემოს ასე აფასებს. გარემო ნამდვილად არ არის მშვიდი თუ გავუყურებთ ქვეყნის მასშტაბით, იმიტომ რომ ძალიან გახშირდა ძალადობის ფაქტები, ძალიან გახშირდა გარკვეულ პრობლემატურ რეგიონებში, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდა სამწუხარო ვითარებით, როცა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს აიძულებენ ან მათი განცხადებით აშინებენ ან სხვა მეთოდებს იყენებენ იმისთვის, რომ მოხსნა კანდიდატურა. რევაზ ხარაზი ქობულეთის მუნიციპალიტეტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სიის პირველი ნომერია. ის ქართულ ოცნებას ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაში ადანაშაულებს. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას შე შემთხვევაში ნებითუნები უწევს სახელმწიფო პარტიას. ხულოს მუნიციპალიტეტის მსგავსად პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლებმა უარი გვითხრეს ინტერვიუს ჩაწერაზე ქობულეთსა და ბათუმში. დათო ბაციკაძე კონსერვატიული პარტიისა და ქართული ოცნების კოალიციის წევრია. უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს იხსენებს. ადრინდ შტაბის უფროსი და თითქმის თვეზე მეტი რომ ნახე ვერ მოახერხეს რომ იმასგან მეთოდებებია შტაბის გამო პოლიცია უშიშროება ყველა ჩართული იყო და არავითარ შემთხვევაში ჩვენც არ მოიქნებოდნენ შტაბი. როდესაც მე ავდექი და არავი გავხსენე და ოთხი არავი მქონდა კარავში დავიწყე მუშაობა, და მე მივაგებინე ადამიანს ვის ასე ვთქვათ რისკი გაწია და ამის შემდეგ უკვე ორი ოფისიც გქონდა ადგილში. როცა ოფისებზე საუბრობს, ჩვენ მაშინ არ ვამბობთ ესე კატეგორიულად, რომ ოპოზიციას ვთქვათ რაიმე პრობლემა არ ქონდა, ხო? და მე მართლა გამკვირვებია ჩემი ოპონენტების ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს როცა საუბრობენ, რომ ეხლა არანაირი პრობლემა არ არის. პრობლემა არის, ძალიან ბევრი პრობლემაა, შეუძლიათ მივიდენ და მოიკითხონ, რომ ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს არის არსებითად სერიოზული პრობლემა. დათო ბაციკაძის აზრით, ახლა ყველა პარტიისთვის ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოა. რესურსის გამოყენება ჩვენი მხრიდან ძალიან მინიმალურია რაღაც სიტუაციებში ზოგს გამოუცლობი. არ ვამბობ, რომ ყველაფერი არის ძალიან მარტივად და ძალიან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ლომის წილის რაც წინასაარჩევნო პერიოდში ეხება ყველასთვის კონკურენტულ გარემოში შექმნას, ამხრივ მართლა ვდგავთ ამიჯერს. პეტრე ზამბახიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს უმცირესობის წევრია. მისი აზრით, წინასაარჩევნო გარემოს კონკურენტუნარიანობის შექმნისთვის საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებოდა. კერძოდ, საარჩევნო კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით არ შეცვლილა, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ხელისუფლება წელიწადნახევრის წინა პერიოდში საუბრობდა იმაზე, რომ არ ვარ გაეს კანონმდებლობა, ფაქტიურად არსებითად არაფერი შეცვლილა და დღესაც შეიძლება ითქვას, რომ საარჩევნო ადმინისტრაციებში ოპოზიციურ პარტიებს არ აყავთ წარმომადგენელი.
დიმიტრი ჭეიშვილი ყოფილი პოლიტპატიმარია. ის ბლოკი ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია. მისი თქმით, საარჩევნო კანონმდებლობა ისევ მმართველ გუნდზეა მორგებული. რაღაც ხუნებები შევიდა საარჩევნო კოდექსში, რაც კარგია, მაგრამ რეალურად ვერანაირად ვერ აისახა, იმიტომ რომ თქვენ მოგეხსენებათ, ჩვენო პარტიამ წინა არჩევნებზე მიიღო საშუალოდ 10-დან 15%-ამდე ბათუმში 15-დან 20%-ამდე მიიღო შედეგი და მიუხედავად ამისა, ჩვენ ვერ გავხდით კვალიფიციური სუბიექტი და ჩვენი დაფინანსება არ ძალიან მწირი. და რაც შეეხება ქართულ ოცნებას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მათგან კონკრეტულ ფაქტებზე ჯერ ვერ აფასებთ, იმიტომ რომ აქტიური ფაზა არაა დაწყებული, ვერ გაგვირკვევია, მაგალითად გიერმაკოვი რა სტატუსი ხვდებოდა დაახლოებით 5 დღის წინ ამ მრჩეველს იყო ვიცემერი, მერობის კანდიდატი, ასე შემდეგ თუ შემდეგ რა. ის პირველი ნომერი მე ვარ, უცვლელი სახე ლეიბორისტების. დავით რობაქიძე აჭარაში ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარეა. ის აქცენტს სახელმწიფო გუნდის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე აკეთებს. რესურსის გამოყენება დიდია და პლუს მთავარი ყველაფერი გააკეთა საქართველოს პარლამენტმა იმისათვის, რომ ფინანსური რესურსი უზრუნველყოფილიყო ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. ყველაფერი გააკეთა საქართველოს პარლამენტმა იმისათვის, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მიიღეს კომისიის წევრს ადმინისტრაციას, ესე იგი უბნის კომისიის წევრს აკომპლექტებს ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა. დავით რობაქიძე პრობლემის ჩამონათვალში წინა საარჩევნო ბანერების გაყრასაც ასახელებს. რომელიმე დაუშვათ ის ღობე, რომელიც არის შენებლობას და იმაზე, მთლიანად არის ხელისუფლების პლაკატის ზედ, ხო? ფაქტურად ადგილს არ გიტოვებს პლაკატის გაყრის, ეს ერთი. მეორე მომენტია, რომ შენ რომ მიხვიდე და იქ პლაკატი გააკრა, ჩამოგიხევენ და ჩამოგიხევენ, იმიტომ კანონით აკრძალულია. კანონით მათ არ ეხებიან. ჯაბანანიძე პოლიტიკურ თოქ-შოუს ტელეარ 25-ის პირდაპირ ეთერისთვის ყოველ დღე ამზადებს. პირდაპირ ეთერში მაყურებლის სატელეფონო ზარებისა და პოლიტიკოსებთან შეხვედრის შემდეგ წინასაარჩევნო გარემოს ასე აფასებს. ჩვენთან პრინციპში რამოდენიმე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა თქვა, რომ არ არის კონკრეტული გარემო, იმიტომ რომ მათ აჯარიმებენ თქვა იმის გამო, რომ მათი პლაკატები ხდება კონკრეტულ შენობებში, იგივე ძველი ბათუმის ტერიტორიაზე. მე არ ვიცი ზუსტად რამდენად მართალი იყო ეს ინფორმაცია, რაც მათ გააჟღერეს ჩვენს ეთერში, მაგრამ თქვა ერთი კონკრეტული პირი თქვა ამბობდა, რომ ის დააჯერიმეს უკანონოდ. ანუ მიეწოდეს ინფორმაცია მერიიდან, რომ ინფორმაცია იმ შესახებ, თუ რომელ შენობაზე შეიძლება პლაკატები გაეკრას და შემდეგ როცა მიაკრა პლაკატი იმ შენობაზე, რომელიც არ იყო მერიის ჩამონათვალში, ამის გამო შემდეგ დააჯერებენ 9000 ლარით და ასე შემდეგ. ანუ რაღაც ტიპის დარღვევებზე ამახვილებენ ყურადღებას. ლაშა ზარგინავა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვების პროდიუსერია. ის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს იხსენებს და ამბობს, რომ წინასაარჩევნო ჟურნალისტების მუშაობაში ხელის შეშლის ბევრი ფაქტი იყო. დღეს, რა თქმა უნდა, არავის არ სცემენ, არავის არ ხვდებიან სადარბაზოებთან და არავის არ ესვრიან და არ აშანტაჟებენ, თუმცა ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ პროცესს მთლიანობაში ეწოდოს ჯანსაღი, იმიტომ რომ ინფორმაციისადმი ხელმისაწვდომობა დღესაც არის პრობლემა იმ კუთხითაც, რომ ხშირ შემთხვევაში გარკვეული უწყებები ინფორმაციას იძლევიან, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის სრულყოფილი, არ მოწოდებული ინფორმაცია კი პირდაპირ ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეს არ არის არჩევნებთან კავშირში, მაგრამ დიახ, ეს არის სწორედ კავშირში, იმიტომ რომ ინფორმირებული ჟურნალისტი და ინფორმირებული საზოგადოება, თუნდაც სხვა კუთხით და სხვა მიმართულებით აკეთებს შემდეგ ინფორმირებულ არჩევანს. ლაშა საზოგადოებრივ მაუწყებელზე წინასაარჩევნო დებატებს ამზადებს. კვირაში ორჯერ პირდაპირ ეთერში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებს იწვევს. ამბობს, რომ პოლიტიკოსები სტუდიაში მოსვლას ადვილად თანხმდებიან. მეორე საკითხია, რამდენად ინფორმაციულები არიან ეს კანდიდატები და რამდენად ამომწურავი ტელეეთერში და რა ინფორმაციას აწვდიან თავიანთ ამომრჩევლებს. ეს არ არის ის ინფორმაცია, მე ვფიქრობ, რომელიც ამომრჩეველს სჭირდება, მათგან არ არიან კონკრეტულები, არიან უფრო ზოგადები. ხშირ შემთხვევაში მე თვითონ მექნება შტაბ-შტილება, რომ თავიანთ საარჩევნო პროგრამებს თვითონ არ იცნობენ კარგად, რომ შემდეგ საზოგადოებას მიაწოდონ. მამუკა ჯვართავა ბათუმში ცხოვრობს. მასთან ინტერვიუ ჩვენ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ჩავწერეთ. ის წინასაარჩევნო დაპირებებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მოქალაქეობის აქტიურობა დაბალი იქნება. არგუმენტი კი ასეთი აქვს.
ბევრს რო შეეკითხო დღეს ვინ არის მაგალითად კანდიდატები მერობის ან იგივე მაჟორიტარი დეპუტატები სხვადასხვა ქალაქის უბნებში შეიძლება ვერ გითხრათ. წინასაარჩევნოდ ქალაქს მე მგონი არ აქვს საერთოდ არატყვია არაფერი რომ წინასაარჩევნო კომპანია მიმდინარეობს, აქტიურობა ნულია და მე ვერ ვამჩნევ რომ მაგალითად ერთ თვეში იქნება ბათუმში საკრებულოს და მერის არჩევნები. წინასაარჩევნო დაპირებები რომლებიც იყო აქამდე გაკეთებული, უმეტესი არ შესრულდა. ამიტომ რაღაცნაირად გაუწყობება არჩევნებთან დაკავშირებით იქნება საზოგადოებაში და არც გამიკვირდება რომ თქვა ნაკლები რაოდენობის ადამიანი ამორჩეველი მივიდეს საარჩევნო უბანში ან უბნასთან. ეს კადრები ტელეარხი 25-ის ჟურნალისტების ობიექტივში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. თქვენ იყავით დამნაშავები, თქვენ ხოცავდით ხალხს ქუჩაში, ამას ვამბობდით და ამის გამო დაგვარბით, ამის გამო დახოცეთ. კამერებისთვის ვალაპარაკობ. თუ მოყავს ხვის არჩევანი შეხვდა და ყვირილს დაიწყო, იქ შეიძლება. არა, გასპიდებით ამ ადამიანებს მაინტერესებს. ხალხი ხო არის თქვენი პრიორიტეტი? ხალხი არის თუ არა პრიორიტეტი? გინდოდა უნდა მოგესმინა. თქვენთვის ადამიანები, ქვეყნის მოსახლეობა არის პრიორიტეტი თუ არა? თქვენთვის ხალხი არის თუ არა პრიორიტეტი? მოსმინა ადამიანის უნდა დაემთავრებინა მას ლაპარაკი. საარჩევნო დაპირებაში გავთო არა თქვენ ადამიანები. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერები და ბათუმის მერობის კანდიდატები რუსთაველის ქუჩაზე ამომრჩევლებს ხვდებოდნენ. რამდენიმე წუთიანი ხმაურისა და დაძაბულობის მიუხედავად, აჭარის მთავრობის სახლთან რამდენიმე მეტრში საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა. მორჩა. გაშევი. აი, მორჩა ეხა. მოხსენი ეს თეთა. ჩქარა. ალო. აკბინა ჯგუფს თუ გამოვიყვან მასალას გქონდა მაშინ. მაგარი გატირის მალხაჭკადულა ძალადობის ფაქტს უწოდებს ყოფილი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს. ძალადობას გავს, როცა მათ კვერცხებს ესწრიან, თქვათ, უსწორდებიან ფიზიკურად, შეურაცხყოფენ სიტყვერა და ასე შემდეგ. თუმცა მეორე მხარეც არის გამოსაკვეთი, ის რომ როცა პოლიტიკური სუბიექტი რომელმაც იცის რომ მის გამოჩენას ამათო მატილას ყოველთვის მოხდება ხოლმე ხმაური, ალბათ წინასწარ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ გაართულოს სამართალდამცავი სტრუქტურები, რომ ჩვენ უმართავთ აქციას ან შეხვედრას მოქალაქეებთან კანონის შესაბამისად აიღეთ ვალდებულება და დაიცავეთ ჩვენი უსაფრთხოება. ტელეარხი 25-ის ჟურნალისტი თინა თინჭკვასელი წინასაარჩევნო შეხვედრაზე მომხდარ ინციდენტს იხსენებს. აგრესია მოდიოდა ჩვენზეც. ვერ გეტყვით ვინ იყო, მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, დაგვიზიანეს შტატივი, მიუხედავად იმისა, რომ ვეცადე გადაგვერჩინა, ასევე კარგად დავინახე პირველი არხის ოპერატორს, როგორ გაკრეს ხელი ობიექტივზე. პარლამენტმა თვითმმართველობის ახალი კოდექსის 77 ხმით 7-ის წინააღმდეგ მესამე და საბოლოო მოსმენით 2014 წლის 7 თებერვალს დაამტკიცა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოს თავისი დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ყველა მუნიციპალიტეტის მერისა და გამგებელს პირველად აირჩევს პირდაპირი წესით.